ჰამასმა უკვე გაათავისუფლა 20-ვე ცოცხალი მძევალი და დარჩენილი 13 მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა. ახლა ისინი გადაჰყავთ სამხედრო ბაზაზე. გადაცემა ღაზის სამხრეთ ნაწილში მოხდა და წითელი ჯვრის ავტომობილებით გამოიყვანეს სწორედ ბოლო 13 ცოცხალი მძევალი და ისინი გადაჰყავთ ამ წუთებში ისრაელში. თავიდან გაათავისუფლეს 7 მძევალი, ახლა ისინი იმყოფებიან უკვე ისრაელის ტერიტორიაზე, მათ შორის ნაწილი ესაუბრა საკუთარი ოჯახის წევრებს და ვრცელდება მედიაში ძალიან ემოციური კადრები. ერთი მხრივ მძევლების პირველი შეხვედრის, მეორე მხრივ მათი ოჯახთან პირველი კომუნიკაციის ტყუპები, ასევე გალი და ზივ ბერმანები ჰამასის მიერ გათავისუფლების შემდეგ შეხვდნენ ერთმანეთს. ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ეს ფოტოები. ბოლო ცნობების თანახმად მას შემდეგ რაც გათავისუფლებულია ყველა ცოცხალი ტყვე, დღის მეორე ნახევარში უკვე მოხდება ცხედრების გადაცემა ისრაელის მხარისთვის და ამის შემდეგ უკვე თავად ისრაელი დაიწყებს პატიმრების გასათავისუფლებლად მზადებას, მათ შორის ჰამასს მათ უნდა გადასცენ 250 პალესტინელი პატიმარი და 1700 ღაზელი. დღეს დიდი დღეა, მატან სახლში ბრუნდები, ყველანი სახლში ბრუნდებით, მიყვარხართ. მადლობა ღმერთს, ომი დასრულდა, ომი აღარ არის, დასრულდა, ომი არ არის, ომი არ არის. გელოდებით ჩემო სიყვარულო. ჰამასმა ორ ეტაპად მძევლები უკვე გაათავისუფლა და ისინი გადაყვანილი არიან ახლა სამედიცინო შემოწმებაზე რეიმის საველე ჰოსპიტალში და სწორედ აქ შეხვდებიან გათავისუფლების შემდეგ პირველად საკუთარი ოჯახის წევრებს. ამ წუთებში კი მთელი ყურადღება მიმართულია ქნესეთისკენ, სადაც დონალდ ტრამპის გამოსვლა უნდა დაიწყოს და წუთი-წუთზე ტრამპმა უნდა მიმართოს სწორედ თელს ისრაელს. მას უკვე ჰქონდა შეხვედრა ისრაელის პრემიერთან და პრეზიდენტთან. გააკეთა ასევე ჩანაწერი მაშინ როდესაც მივიდა ის ისრაელის პარლამენტში. ეს ჩემთვის დიდი პატივია, შესანიშნავი და ლამაზი დღე, ახალი დასაწყისი. ასეთი იყო ტრამპის ჩანაწერი. ასევე ირკვევა, რომ შეხვედრისას ისრაელის პრემიერ-მინისტრთან და ისრაელის პრეზიდენტთან მან თქვა, რომ ეს არის შესანიშნავი დღე და შესაძლოა საუკეთესო დღეც კი ისრაელის ისტორიაში. ახლა ბუნებრივია მოლოდინი არსებობს თუ რა იქნება ტრამპის სათქმელი მისი სიტყვით გამოსვლისას. დასავლური სამყარო კი ბუნებრივია მიესალმება შეთანხმებას, რომელიც არის უკვე მიღწეული და მას შემდეგ რაც ტრამპი ისრაელში ვიზიტს დაასრულებს, უკვე გადაინაცვლებს ეგვიპტეში, სადაც დასავლური სამყაროს ლიდერებიც შეიკრიბებიან. ისრაელელი მძევლების დაბრუნება მათი ოჯახებისთვის ნამდვილი სიხარულის და მთელი მსოფლიოსთვის შვების მომენტია. ეს ნიშნავს, რომ შეიძლება ახალი გვერდის გადაშლა, შეიძლება ახალი თავის დაწყება. ევროპა სრულად უჭერს მხარს შეერთებული შტატების, კატარის, ეგვიპტისა და თურქეთის მიერ შემუშავებულ სამშვიდობო გეგმას. დღეს შარმ-ელ-შეიხში ომის დასასრულებლად შეთანხმების მიღება ისტორიული ეტაპი იქნება. ჩვენ მზად ვართ წვლილი შევიტანოთ მის წარმატებაში ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი. კერძოდ მართლობისა და პალესტინის ხელისუფლების რეფორმის მხარდაჭერის უზრუნველყოფით. ჩვენ ვიქნებით აქტიური ძალა პალესტინის დონორთა ჯგუფში, ასევე ჩვენ გამოვყოფთ ევროკავშირის დაფინანსებას ღაზის რეკონსტრუქციისთვის. მათი გათავისუფლებით და დღეს დილით მოსალოდნელი 13 სხვა მძევლის გათავისუფლებით მშვიდობა შესაძლებელი ხდება ისრაელისთვის, ღაზისა და რეგიონისთვის. საფრანგეთი პრეზიდენტ ტრამპის გეგმის ყველა ეტაპზე ჩაერთვება არაბ პარტნიორებთან ერთად, რომელთა მობილიზებაშიც მან წვლილი შეიტანა, მაგრამ ახლა სიხარულის დროა.
ამ დრომდე ისრაელში შეკრებილი 10,000-ობით ადამიანი ელოდება და თვალყურს ადევნებს თუ როგორ მიმდინარეობს მძევლების გადმოყვანის პროცესი ისრაელის ტერიტორიაზე. პარალელურად ელოდება საზოგადოება ტრამპის სიტყვით გამოსვლას ქნესეთში. ისრაელსა და ჰამასს შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგ პირველი ფაზა ფაქტობრივად უკვე თითქმის დასრულებულია. ცეცხლის შეწყვეტა, მძევლების და პატიმრების გაცვლა და ასევე ისრაელის სამხედროების გაყვანა ღაზას სექტორის ეგრეთ წოდებულ ყვითელ ზონაში. დღის მეორე ნახევარში ფაქტობრივად პირველი ფაზა უკვე ამ შეთანხმების იქნება დასრულებული.